ირიგაციის მომსახურების ახალ ტარიფსა და სუბსიდიის სქემაზე ამჯერად გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმსჯელეს. შპს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. გიგლა თამაზაშვილის ინფორმაციით ტარიფის ცვლილება ირიგაციის სისტემის მდგრად ფუნქციონირებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ყოფებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში ნიშანდობლივია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფლის მეურნეობის კუთხით წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუნიციპალიტეტს, შესაბამისად ვალდებულები ვართ, რომ შევხვდეთ ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივ ფერმერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არიან ირიგაციასთან და გავაცნოთ ის ახალი ტარიფები, თუ რა ტარიფები იქნა დადგენილი ენერგეტიკის და წყალმომარაგებელი კომისიის მიერ, მოსახლეობა ძალიან გაგებით ხვდება ახალი ტარიფის და სუბსიდირების სქემას, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტარიფით და აღნიშნული სქემით და აღნიშნული წყალსამეურნეო განრიგების გაფორმებით დავიცვათ და გამოვიყენოთ წყალი როგორც ბუნებრივი რესურსი რაციონალურად. შეხვედრა იყო ინფორმაციული, გამახვილებული იყო ახალი ტარიფების დანერგვის სისტემა და მიმდინარეობა და ასევე საუბარი შედგა მიმდინარე წლის სარწყავი სისტემის მომზადებულობაზე, რომ მზადყოფნა კარგად ჩაიაროს სარწყავი სეზონმა და ასევე გარკვეულ გადასაჭრელ საკითხებზე.